სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აზრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, წმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმ და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ღრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სათლებით მიაცილებენ ქალწულები, ღრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალ კიბის პირველ საფეხურზე და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ დამოუკიდებლად ამ კიბეებზე და იქ ზევით შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც სულიწმინდისგან შთაგონებულმა შეიყვანა ღრმა მარიამი ტაძარში და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ. და აი იოაკიმეს და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების და ქრისტესა ყოველთა გვახარებს. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე. დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში და როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობაში და ნათლობის და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს ჩვენ სულიერი კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ ჩვენ თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ. და რაოდენ სასიხარულოა ეს გზა, ძვირფასო ძმებო და დებო, და ჩვენ არ ვართ მარტონი, რადგან ჩვენ გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ გზაზე. აი მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ
არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება. იცით თქვენ, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა და მთელი სამყაროს დედა, მეოხი და შუამდგომელი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს, შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენს ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამ სოფლიური შფოთის, ამაოების, გაღიზიანების ჩვენში შემოვიდეს, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები. თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა, რომ სადაც 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ. ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია როგორც სარკეში იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება. დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო, და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ. და ვევედროთ მას, შეგვეციოს, რომ ჩვენ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მიხვდეთ. ამინ. ერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.